საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. გამარჯობათ. ჩვენი საუბრის თემაა ილია ჭავჭავაძის ლექსი ქართლის დედას. ამ ლექსში პოეტმა წარმოაჩინა ქართველი დედის მოვალეობები, მისი დანიშნულება, მისი მისია ამ ქვეყანაზე. წაგიკითხავთ ახლა ლექსს, რათა მთლიანობაში აღვიქვათ მისი სათქმელი. ქართლის დედაო, ძუძუ ქართლისა, უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა. დედის ნანასთან ქვითინი მთისა, მას უმზადებდა მომავალ გმირსა. გაჰქრა ის დროცა, დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა, სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილი ჩრდილად შესცვალა. მითხარ, სადღაა მამა პაპური, ხნეობა, ხმალი, კლავი ქველური, სახელისათვის ამაყით რთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა. მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროთ ხელით დაანთქმულა, მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. აქ არის დედაო, შენი მაღალი დანიშნულება და საღვთო ვალი, აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზდოთ ხმარობდე ქრისტეს ამ ცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთან აბრძოდეს. მენდე მიიღებს ნერგს შენგან დარგულს და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს. დედაო, ისმინე ქართლის ვედრება, ისი აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული. ილია ჭავჭავაძემ ეს ლექსი 1858 წელს დაწერა. ამ დროს ის პეტერბურგში იყო და მხოლოდ 6 წლის შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ, უпростоროდ კრებულ ჩანგურში. ლექსს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს გერმანელი ფილოსოფოსის, მათემატიკოსის, იურისტის, ენათმეცნიერის ვილჰელმ ლაიბნიცის შემდეგი სიტყვები: აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. ამ ეპიგრაფით პოეტმა წარმოაჩინა ლექსის მთავარი სათქმელი, დროის ერთიანობის, დროის ურღვეობის აუცილებლობა, წარსულის, აწყოსა და მომავლის ერთიანობა. უპირველესი განმაპირობებელი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ ერს გაეგრძელებინა ისეთი ცხოვრება, რომელიც მას შეეფერებოდა. აწყოს, წარსულისა და მომავლის გამაერთიანებელ ძალად კი ილიას უპირველეს ყოვლისა მიაჩნდა ქართველი დედა. ქართლის დედა, ასე უწოდებს მას, ეს არის ზოგადი, სიმბოლური სახე ქართველი ქალისა, ქართველი ერის ერთგვარი მითიური მშობელი და მფარველი. ამ სახის სიღრმეში, რა თქმა უნდა, მარიამ ღვთისმშობლის შარავად მოსილი ხატიც ირეკლება. დედა ღვთისა იყო ქართველი დედის პირველსახე, რომლისთვისაც უნდა მიებაძა ყველა დედას, რომლის მსგავსათაც უნდა გამოეზარდა შვილი, რომელიც უნდა ყოფილიყო მხსნელი ერისა, დამცველი სიცოცხლისა, უწმინდეს მცნებათა აღმსრულებელი. ამ დროს ილიას ჯერ კიდევ არა აქვს დაწერილი ლექსი ბაზალეთის ტბა, რომელშიც იგი შენატრის იმ დედას, რომელიც ერის გამოხსნელ გმირს თავის ძუძუს აწოვებს, თავის მადლიან ძუძუს აწოვებს და გამოზდის ხსნელს. ილიას თვალწინ აქვს წარსული, როდესაც წინათ ქართველი დედა საქართველოს უზრდიდა მამულისთვის თავგანწირულ შვილს. ქართველ გმირებს, რა თქმა უნდა, ქართველი დედები ზიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ გაქრა ძველი დრო, გაქრნენ გმირები. თუ ქართველ დედას დაავიწყდა თავისი მოვალეობა, თავისი უპირველესი საღვთო ვალი და დედის ნანასთან ერთად უკვე ვეღარ ზრდიდა მომავალ გმირებს. ამიტომაც დაცარიელდა თითქოს ქვეყნიერება, თითქოს ასპარეზი გმირობისთვის აღარ იყო საქართველოში. პოეტის ტკივილი იმის გამო, რომ გმირები არ ჩანდნენ, მის პოემა აჩრილში ასე გამოიხატა, მაგრამ ქართველნო, სად არის გმირი, რომელსაც ვეძებ, რომლისთვის ტირი? იგი აღარ ყავთ.
მის მოედანი ჯაგით აღსილა, ვერანად ქმნილა, გმირის დამბადი, დიდი საგანი, თქვენში სპობილა და წაწმედილა. გმირო დაიბადოს, მას უნდა კონდეს დიდი საგანი საფიქრელა და ეს დიდი საგანი არის არა კერძო ფიქრი, არამედ საზოგადოებრივ საქმეზე ფიქრი. ეს დიდი საგანი არის მამულის მომავალზე ფიქრი. ამ დიდ კილზე პასუხი უპირველესად დედას უნდა გაეცა, რადგან სწორედ დედა უნერგავდა შვილს თავისუფლების სიყვარულს, წყურვილს იმისას, რომ ადამიანი არ უნდა ყოფილიყო მონა და მორჩილი უკეთურებისა, თუ მსახური ბოროტებისა. დედა, რომელსაც სიყვარული ამგვარად ესმოდა, ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავის შვილს, მას შვილი თვისი ჩემო კარგო არ ყვარებიაო. დედის გულში შვილის ტრფობის მძლეთამძლე ძალას, როგორც ამის შესახებ საუბრობს ილია ჭავჭავაძე ოთარ ანდქვრივში, სწორედ იქ წერს, რომ დედაშვილური სიყვარული არის მძლეთამძლე, მაინც ჯაბნი და მამულის წინაშე ვალი და ქართველი დედა ხშირად ერთადერთ შვილსა და პატრონს დიდი ტკივილისა და ტანჯვის ფასად, როგორც უდიდეს მსხვერპლს სწირავდა მამულის თავისუფლებას, რადგან სჯეროდა, ისე ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისუფლებაო, შენ ხარ კაცთა ნავს საყუდარი, შენ ხარ ჩაგლულის, წვალებულის წმინდა საბარი. თავისუფლება არის უპირველესი საუნჯე, უპირველესი საჩუქარი ღვთისაგან, რომლის შესანარჩუნებლად ადამიანმა სიცოცხლეც კი უნდა გაიღოს. ამგვარი შეწირვის წუთებში დედას თვალწინ ექნებოდა ალბათ ჯვარცმის სურათი, როდესაც ღვთისმშობელი მარიამი იდგა ჯვარცმული შვილის წინ, თავდახრილი, ცრემლებ დინარი, მაგრამ შეგუებული იმ აზრთან, რომ მისი შვილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ კაცობრიობა გამოეხსნა ცოდვებისაგან. ილია თავის მძიმე დროში ბედის წინაშე ქედმოხრილ დედას ხედავს უკვე. აი, მის დროში თითქოს დედა აღარ არის ისეთი ქედმაღალი და ამაყი, რომელსაც შვილის გაწირვა შეუძლია, რომელსაც შეუძლია მამული შვილის აღზრდა. მას თითქოს სიცოცხლის ძალა აქვს ჩამქრალი, ამიტომაც შეცვლილა მისი ოდესღაც გმირი შვილი ჩრდილად. გმირი კი აღარ არის, მხოლოდ მისი ჩრდილია, რადგან, როგორც წეღანაც აღნიშნეთ, გმირი უნდა დაბადოს დიდ საგანზე ფიქრმა. ეს ფიქრი კიდევ არის ქართულ საზოგადოებაში მოსპობილი და გამქრალი. აღარ არის ქართველებს აღარ აქვთ ერთიანი საქართველოს წმენა, თითქოს დროც დაიშალა. აი ეს უწყვეტობა, წარსული აწყო, მომავალი თითქოს აღარ არსებობს დროის მთლიანობის შეგრძნება. ხალხმა დაივიწყა წარსული. მამაპაპური ხნეობა, ხმალი, კლავი, ქველური, სახელისთვის ამაყით რთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა. ილია თაყვანს სცემს მრავალჭირნახულ ქართველ დედას, რომლის მხრებზე სისხლიანმა ისტორიამ გადაიარა. მომავალი მხოლოდ წარსულს შეიძლება დაეფუძნოს, მხოლოდ აწმყოში ფესვებგამდგარი მყობადი ქვიშაზე დადგმულ სახლს დაემსგავსება, რომელსაც იოლად წააქცევენ მოვარდნილი ქარები თუ წყლები. მომავალმა მხოლოდ აწმყოში კი არა, წარსულშიც უნდა გაიდგას ფესვები, თანაც ძალიან ღრმად, რომ იხაროს და მტკიცედ იდგეს. სწორედ იქიდან, წარსულის ღრმა ფესვებიდან უნდა ამოიქაჩოს სიცოცხლის მასაზრდოებელი რწმენა და ენერგია. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აწმყოში ეს ენერგია იყო სრულიად გამქრალი. სამაგიეროდ ქართველებს ჰქონდათ დიდებული აწმყო, დიდებული წარსული, რომლის გახსენებას ილია აუცილებლად მიიჩნევდა. როგორც გახსოვთ, ის არაერთ წერილში იმეორებდა, რომ ერის გათახსირება, დაცემა იწყება იქიდან, როდესაც ერი თავის წარსულს და ისტორიას ივიწყებსო. ილია ლექსში ერთგვარი ამაღლებული ტონით საუბრობს ქართველი დედის მაღალ დანიშნულებასა და საღვთო ვალზე. პირდაპირ აი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს არის ქართველი დედის საღვთო ვალი, მამული შვილის აღზრდა. ყოველ ადამიანს საერთოდ, საზოგადოდ თან დაჰყვება გარკვეული მოვალეობები, მაგრამ ორი მოვალეობა, ორი ვალი არის განსაკუთრებული და განსაკუთრებით ქართველისთვის. ეს არის მამულის წინაშე ვალი და ვალი ღვთის წინაშე. ორივეს შეიძლება დასჭირდეს სისხლის დაღვრა, სისხლის ფასად გამოსყიდვა. თუმცა ეს ორი ვალი ერთმანეთისაგან არ განიყოფება, ასე ის ერთიანობაში არის წარმოდგენილი, ერთი მეორეს განაპირობებს და მეორე პირველს. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომლებსაც ის ეუბნება ხალხს, სისხლით ხართ ნაყიდი,
და ნუ გახდებით ადამიანთა მონები. რა თქმა უნდა, ის გულისხმობდა იმას, რომ იესო ქრისტემ სისხლი დაღვარა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. და ეს ღვთიური ვალი, ღვთის წინაშე ვალი აუცილებლად უნდა ხსომებოდა ადამიანს და მამულის წინაშე მოვალეობაც ღვთის მოვალეობის რანგში აქვს გააზრებული ილიას, რადგან მამული რაღაცნაირად გულისხმობს სწორედ ღვთის წინაშე მოვალეობასაც. მამული ხომ სამყაროს შემოქმედი მამის მიერ ადამიანთა სამოღვაწეოდ და საპატრონოდ მოცემული ადგილი არის. მამულის სამსახური შემოქმედი მამის, ღმერთის სამსახურსაც ხომ გულისხმობს. მიწიერი მამული ღვთაებრივი მამულის ანარეკლია. მიწიერი მამულის მსახურებით ადამიანი მოიპოვებს ღვთაებრივ მამულს, სამოთხეს და უპირველესი მიზანიც ადამიანისა ხომ ეს არის. ამიტომაც იყო, რომ ილია სამ ღვთაებრივ საუნჯეს შორის ენასა და სარწმუნოებასთან ერთად მამულსაც ასახელებდა. სწორედ ამიტომაც ილია ქართლის დედას მოუწოდებს, რომ მამულის მხსნელის აღსაზრდელად უპირველეს საზდოდ უნდა გამოიყენოს ქრისტეს მცნებები. ამგვარად უნდა მისცეს შვილის სულს ის დიდი ძალა, რომელიც მას მამულის თავისუფლებისთვის აბრძოლებს და მისი იდეალები უნდა იყოს შვილის იდეალები, მომავალი გმირის იდეალები, ძმობა, ერთობა და სიყვარული. ეს უნდა იყოს მისი შვილის სულისა და გონების მასაზრდოებელი. მხოლოდ ამგვარად შეიკრებს შვილი თავის გულში ძალიან დიდ სიყვარულსა და დიდ რწმენას და დიდ მადლს. ერთ წერილში, რომელსაც ქვია პატარა საუბარი, ილია საუბრობს ქართველ ქალზე და საერთოდ სიტყვა ქალსა და დედაკაცზე. იგი წერს: ქართველებისთვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც დედა ენას ეძახის. უფროს ქალაქს დედაქალაქს, მკვიდრსა და დიდ ბოძს სახლისას დედა ბოძს, უდიდესსა და უმთავრეს ბურთს დედა ბურთს, სამთავრო აზრს, მთავარ აზრს დედა აზრს. გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი ის უწოდებს გუთნის დედას. აი, რამდენად უნდა იყოს განდიდებული მნიშვნელობა დედისა, როგორ გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული, ასე თავმოსაწონებული, რომ ენაში ასე იყო შემოჭრილი ძალიან ბევრ სიტყვაში სიტყვა დედა. ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მიაგოს ქართველმა ხალხმა დედასო. სიტყვა ქალი ილიას აზრით არ გამოხატავდა იმ მნიშვნელობას, რომელსაც ატარებდა სიტყვა დედაკაცი. დედა და კაცი მასთან ერთად. ამ და სხვა წერილებში ილია ჭავჭავაძე წარმოაჩენს დედის როგორც განსაკუთრებული ფენომენის მნიშვნელობას ქართველი ერის ისტორიასა და ცხოვრებაში. იმ დროს, როდესაც ილიას სიტყვითვე ქართველი აღარ იყო ჩვენი ტომის საერთო სახელი, აღარც შინ და აღარც გარეთ, არც მახლობლისთვის, არც უცხოსთვის, როდესაც ყოველი აზრი, ფიქრი, სურვილი ჩვენი იყო დანამციცებული და ამის გამო ჩვენ ვიყავით გონებითად და ზნეობრივათაც დაპატარავებული, აი ამ დროს განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრებოდა ქართველ დედას, მომავალი თაობის აღზრდელ დედას. ქართველი დედა, რა თქმა უნდა, კერძო მნიშვნელობითაც უნდა გავიაზროთ, როგორც თითოეული ქართველის დედა და იმავდროულად როგორც მთელი ერის დედა. დიდი შინაგანი ენერგია და ნებისყოფა არის გამოვლენილი სიტყვაში, როდესაც ვამბობთ სიტყვებში ქართლის დედა. ეს არის გამომვლენელი ერის სასიცოცხლო ენერგიისა. ამ ძალას უნდა გაეერთიანებინა დარღვეული ქართველობა და უნდა გაემთლიანებინა წარსულად, აწყოთ და მომავლად გახლეჩილი დრო. ილია წერდა: მამული ამ სიტყვის ყოვლად მყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო, იქ, სადაც ხალხობა დარღვეული არ არის და არ არის ერი განთვითოებულიო. ეს ჭირთაჭირი არ ამეფობსო, ჭირთაჭირს უწოდებდა სწორედ ამას, როდესაც ერს სიტყვა მამულის მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ილია წუხდა, რომ ერი თავისი ქვეყნის მაჯისცემას ვეღარ შეიგრძნობდა, თითქოს გაწყვეტილი იყო ძაფიერსა და ცალკეულ ადამიანს შორის. ამიტომაც ილია ქართველ დედას აი ესეთ განსაკუთრებულ მოვალეობას აკისრებდა. ეს ქართველი დედისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძიმე ტვირთი იყო, მაგრამ ისტორია ადასტურებდა იმას, რომ მას ეს შეეძლო და მას მომავალში შეეძლებოდა. ილიას ჯეროდა, რომ მხოლოდ ქართველ დედას შეეძლოს სიტყვა მამულისთვის აი ესეთი თავისი ყოვლად მყრობელი მნიშვნელობა დაებრუნებინა, დარღვეული დრო გაემთლიანებინა და მომავალს
ბედკრული, უსასო, დაჩაგრული აწყვოდან კი არ მიეღო ძალა, არამედ დიდებული, ძლიერი, თავისუფალი წარსულიდან. ასე წარმოუდგებოდა ილია ჭავჭავაძეს ამ ლექსის მიხედვით დედის სახთოვალი. ქართველ დედას მომავლის აღზრდის მამაშვილურ საქმეში წინ უნდა წასწღოლოდა ჭეშმარიტება, ესე იგი თვით ღმერთი და როგორც იოანეს სახარებაში წერია, ცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. უკან კი დარჩებოდა კვალი განათლებული და სწორედ ამ განათლებულ კვალს გაჰყვებოდნენ მომავალი თაობები. ამ პატარა ლექსში ილიამ ასეთი მნიშვნელოვანი აზრები წარმოაჩინა, მნიშვნელოვანი სათქმელი გამოხატა. მან ქართველ დედას, როგორც გითხარით, საოცარი მოვალეობა დააკისრა და იმავდროულად ქართველი დედა აიყვანა რაღაც მწვერვალზე და ყოველი ქართველ დედას უნდა მოპყრობოდა იმ პატივისცემით და მოწიწებით, რომელსაც ის იმსახურებდა. გმადლობთ ყურადღებისათვის.